ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა სერიოზული დისკომფორტის გამომწვევია. განსაკუთრებით ღამის საათებში ის სწრაფად ვრცელდება, თუმცა ექიმის რეკომენდაციაზე დაყრდნობითა და პირადი ჰიგიენით რამდენიმე დღეში უკან დაიხევს. კლინიკა ფერომედის ინფექციონისტი მამუკა ჭიჭინაძე ბოლო პერიოდში გავრცელებული კანის პრობლემის, ეგრეთ წოდებული მუნის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამ უძველესი, ძალიან გადამდები და სწრაფად გავრცელებადი დაავადების სიმპტომებით 20-ზე მეტმა პაციენტმა ფერომედს უკვე მიმართა. როგორ ჩნდება და ვრცელდება მუნი და რა უნდა ვიცოდეთ მისი პრევენციისა და მკურნალობისთვის ინფექციონისტის რჩევების სპექტრის მაყურებელს. ბოლო ინფორმაციით ეს დაავადება ძალიან გახშირებულია, რატო ხდება ცოტა ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს დაავადება ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა მომატებულია. დაავადება ძირითადად ემართებოდა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვისაც დაბალი ჰიგიენური პირობები ჰქონდა ბინაზე თუ სახლში და თვითონაც არ იღლავდა თავს მაინც და მაინც ჰიგიენური პირობების დაცვით და ასეთი ადამიანების დაავადება იყო ხოლმე. სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში შეიცვალა ეს სიტუაცია და უკვე ნორმალური სოციალური პირობების მქონე ოჯახებში და ბავშვებში განსაკუთრებით, რომლებიც იცავენ ჰიგიენურ პირობებს, აი იქაც ჩნდება უკვე ეს დაავადება სამწუხაროდ. ძალიან ადვილად გადადის და ამდენად იმ ადგილებში, სადაც მჭიდრო კავშირებია, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებში თუ მოხუცთა სახლებში თუ თავშესაფრებში, ძალიან ადვილად ვრცელდება. ეს არის პარაზიტული დაავადება, ინფექციური პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს ტკივა, სკაბიესი, ასე ქვია ლათინურად, სკაბიესის ტკიფა იწვევს, რომელიც მოძრაობს კანში, დებს იქ კვერცხებს, იქიდან ჩეკვებიან ლავრები და ეს იწვევს ძალიან ძლიერ ქავილს და გამონაყარს კანზე. ძალიან შეგრძნებები ძალიან ცუდია, განსაკუთრებით აქტიურდება ღამის განმავლობაში და ძლიერ ქავილს და დისკომფორტს, ზოგჯერ უძილობასაც კი იწვევს. არის ისეთი ძლიერი შემთხვევები, როცა ღებინებას კი მოძებს, იმდენად ძლიერი ინტოქსიკაცია აქვს, თუმცა ეს ძალიან იშვიათია. გამონაყარებია ძირითადად მუცლის, ზურგის, დუნდულების, იშვიათად უფრო კიდურების, ხელის გულების და ფეხის გულების არეებში. როგორც გითხარით, ბავშვებში უფრო ხშირია და უფრო ადვილად ვრცელდება. ზოგჯერ ბავშვებს თავის არეშიაც აღინიშნება, თუმცა მოზრდილ ადამიანებს თავის არეში პრაქტიკულად არ ხდება. ქალებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ადგილები მკერდის ადგილებია ნაკეცებში და მამაკაცებისთვის სასქესო ორგანოები და ბოქვენის მიდამო. ტკივა ძალიან ადვილად გადადის, აი უშუალოდ კონტაქტში. ანუ თუ ერთი ადამიანი დაავადდა ოჯახში, ძალიან თავისუფლად რამდენიმე დღეს შეიძლება გავრცელდეს ყველა ოჯახის წევრზე. ამიტომ ძალიან საყურადღებოა დავიცვათ ჰიგიენური პირობები. პირველი შემთხვევაში ეს მუნის გამოვლინებას, ანუ ბღერი, როგორც ქართული დასახელება ბღერია. სამეცნიერო დასახელება მუნი. პირველ შეხვედრის შემთხვევაში შეიძლება თვე-ნახევარიც კი მოუნდეს კლინიკური სურათების გაშლას, მაგრამ თუ მეორედ დაემართა ადამიანს, ეს გაცილებით უფრო მალე გამოვლინდება კლინიკურად. კლინიკურად დამახასიათებელია, როგორც გითხარით, ქავილი და განსაკუთრებით ღამის საათებში და კანზე ლაქოვან, კვანძოვანი გამონაყარი, ზოგჯერ ბუშტუკებით ჩნდება წვრილი, მკრთალი, ვარდისფერი ფერის გამონაყარი, როგორც გითხარით, ძლიერი ქავილი ახასიათებს. ადამიანები რადგან იქავებენ, ხშირად რჩება შემდეგ ეს ტკიპები და კვერცხები ნუნებში, ფრჩხილის ძირებში, ამიტომ ხშირად უნდა დაიჭრათ ფრჩხილები, ხშირად უნდა იბანავოთ ის ტასაცმლით და თეთრეულითაც ხდება გადადება, თუმცა უფრო იშვიათად ვიდრე ასე უშუალოდ კონტაქტით. აი მჭიდრო ოჯახური კავშირების დროს. თეთრეული ის ტასაცმელი რაც ადამიანს აცვია, ხო, ყველაფერი უნდა მაღალი ტემპერატურის წყალში გაირეცხოს, ზოგჯერ გამოიხარშოს კიდევაც, გაუთავდეს წელიწლით, ამასობაში ადამიანი პარალელურად მკურნალობას უნდა ეწეოდეს. ის თეთრეული თუ ლები თუ საბანი, რომელიც ვერ გაირეცხება, უნდა მოთავდეს პოლიეთილენის პარკებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა იდოს იზოლირებულად ადამიანის გარეშე. ეს ტკივა 3 დღეში იღუპება და ამდენად 3-4 დღის შემდეგ
ამ პაკეტებიდან ამოღებული საბანი თუ ლეიბი თუ სხვა რამ, რაც არ ირეცხება, შეგიძლიათ მზეზე გაფინოთ, გაფერთხოთ და უკვე ის უსაფრთხო იქნება. რაც შეეხება მკურნალობას, არის მალამუები, სუსპენზიები, რომელიც იხმარება ამ დაავადების დროს, მაგალითად ბენზინბენზოატი 20%-იანი სუსპენზია, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა ისვათ თელ ტანზე, სახის გარდა, თუ სახეზე არ არის და გითხარით თუ სახეზე და თავის მიდამოში საკმაოდ იშვიათად არის, რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა ისვათ ესა, იბანავოთ რა თქმა უნდა 24 საათის შემდეგ ჩამოირეცხოთ, კიდევ წაისვათ, კიდევ 5 დღის განმავლობაში მინიმუმ. ამასობაში რაც გეცვათ და რაც გასვიათ, ყველაფერი უნდა დაიხარშოს და სინამდვილეში ახალი ჩაიცვათ იმის შემდეგ ამ მკურნალობის შემდეგ. შეიძლება გამეორებას დაჭირდეს, რთული მოსაცილებელია, თუმცა დასამშვიდებლად იმას ვიტყვი, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობას დიდ პრობლემებს ვერ შეუქმნის. თუმცა შეგრძნებები ძალიან ცუდი და უხერხული დაავადებაა, თავისთავად იწვევს ხავის, განსაკუთრებით კიდე ერთხელ ვამბობ, ღამის საათებში.